ინფრასტრუქტურული სამუშაოების შიდა ქართლში გრძელდება. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია მიმდინარეობს. დაგეგმილია კილომეტრ ნახევარზე მეტი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სამუშაოები რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება, რაზეც მილიონ ლარამდეა გათვალისწინებული. სამუშაოების მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული მიხეილ შაყულაშვილი და ქარელის მუნიციპალიტეტის მერი გაეცნო. პროექტის დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვენატკოცაში ამჟამად მიმდინარეობს 950.000 ლარად ღირებული კილომეტრ ნახევარი გზის რეაბილიტაცია, რომელიც ხდება სოფლის სხვადასხვა მიმართულებებით. აღნიშნული რეაბილიტაცია მიმდინარეობს თანადაფინანსების შედეგად, როგორც ადგილობრივი ბიუჯეტის, ასევე რეგფონდების თანხების მეშვეობით. 9 ქუჩა მოასფალტეთ და ახლა წელს არის გაგრძელება დარჩენილი ქუჩების. იგება 6 ქუჩის ასფალტირება მიმდინარეობს და აღნიშნული სოფელში კიდევ რჩება რამოდენიმე ქუჩა, რასაც ეტაპობრივად, ესე რომ ვთქვათ, მთლიანად დავაგებთ ამ სოფლის ასფალტირებას მთლიანად გავაკეთებთ. მიმდინარეობს ამ წუთში ასფალტის დაგების სამუშაოები, მომზადებულია საფუძველი და ვადა გვაქვს 3 თვე, მაგრამ ამას დავამთავრებთ უკვე ამ ობიექტს ალბათ 1-10 დღეში, 2 კვირაში და მთლიანად მოვჩებით ყველაფერს.